სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი დონალდ ტრამპს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად არჩევას უოცავს. მისალოცი წერილი საპატრიარქოს ოფიციალურ Facebook გვერდზე გამოქვეყნდა. სრულად გთავაზობთ მილოცვის ტექსტს. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, მის აღმატებულებას, ბატონ დონალდ ტრამპს. ბატონო პრეზიდენტო, გულითადად გილოცავთ ამერიკის შეერთებული შტატების 47 პრეზიდენტად არჩევას. ძალიან დიდია თქვენ და მიხალხის მოლოდინი არა მარტო ამერიკაში, არამედ მთელ მსოფლიოში. მართალია საინაუგურაციო გამოსვლაში მთავარი აქცენტი თქვენი ქვეყნის გაძლიერებაზე გააკეთეთ, მაგრამ ყველა იმედოვნებს, რომ დასახული მიზნების წარმატებით განხორციელება ზოგადადაც სასიკეთო ცვლილებებს მოიტანს და დაძლევს არაერთ სერიოზულ გამოწვევას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თქვენი მისწრაფება დაიცვათ ქრისტიანულ ცნობიერებაზე დაფუძნებული საერთო საკაცობრიო ტრადიციული ღირებულებები და არ დაიშუროთ ძალისხმევა დედამიწაზე მშვიდობისათვის. ყოველი ხელმწიფება უფლისგან არის, მაგრამ ბედნიერია ის ერი და ის ხელისუფალი, ვინც თავის მსახურებას ღმერთს უკავშირებს. ნეტარ არს კაცი, ვინც უფალზე ამყარებს იმედს. ღმერთმა დაგლოცოთ თქვენი ოჯახი და თქვენი ადმინისტრაცია. ღმერთმა დალოცოს ამერიკა და მთელი მსოფლიო. ღრმა პატივისცემით, ილია მეორე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსი და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის. 22 იანვარი 2025 წელი. საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი ერისიონი კონცერტისთვის ემზადება. ამ დროისთვის რეპეტიციები აქტიურად მიმდინარეობს. ქართული საგანძური. ამ სახელწოდების შოუ პროგრამას მაყურებელი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში იხილავს. ყოველთვის ხდება ხოლმე ეს კითხვა, რა იქნება სიახლე, ძალიან ბევრი სიახლე. მინდა გითხრათ, ძალიან ბევრი მართლაც და თავდაუზოგავად შრომობენ ჩვენი ახალგაზრდები, ყველაზე დიდი მადლობა მინდა გადაუხადო იმისთვის, რომ უნდათ ძალიან რომ წარმატებული კონცერტები იყოს, ამაში ეს უჩარეპარება ასე იქნება და მაყურებელს ელოდება ძალიან კარგი სანახაობა. ნამდვილად კიდევ ერთხელ მოგზაურობა საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში და შერჩეულია საუკეთესო ნიმუშები, როგორც სასიმღერო, ასევე ქორეოგრაფიული ნაწილში არის ახალი დადგმები. ამას იხილავს მაყურებელი ყველაფერს და პირდაპირ რომ წარუშთელი შთაბეჭდილება ელოდებათ. კონცერტი ორ განყოფილებიანი იქნება. 2 საათიან პროგრამაში წარმოდგენილი იქნება ანსამბლ ერისიონის სამხატვრო ხელმძღვანელის შერმანდი ჭკუასელისა და მთავარი ქორეოგრაფის ეკა ჭკუასელის მიერ დადგმული ახალი მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები. მინდა ვთქვა, რომ თბილისში კონცერტი და ზოგადად საქართველოში ჩვენთვის ყოველთვის განსაკუთრებულად ემოციურია, განსაკუთრებულად ველოდებით ხოლმე ჩვენს მაყურებელს. სიახლეები არის როგორც სასიმღერო ნაწილში, გუნდის ნაწილში, ასევე საცეკვაო. არის ახალი ნომერი, სრულიად ახალი ნომერი საცეკვაო პროგრამაში. ძალიან ბევრი სიახლე, მაგრამ ხაზგასმით ვამბობ, რომ ერთი ძალიან განსხვავებული ნომერი იქნება სრულიად ახალი. ანსამბლის ძველ წევრებთან ერთად, ძველ მსახიობებთან ერთად სცენაზე იდგებიან ახალი მსახიობები, ანსამბლის ახალი წევრები, როგორც მომღერლები, ასევე მოცეკვავეები. როგორც ამბობენ, მათთვის ეს ძალიან დიდი პატივი და პასუხისმგებლობა არის, რომ პირველად წარსდგნენ დიდ სცენაზე ერისიონთან ერთად. კონცერტისთვის მზადება აქტიურ ფაზაში შევიდა. სასიმღერო რეპერტუარი საკმაოდ განახლებულია და აქტიურად მუშაობთ, რომ ეს მაქსიმალურად დავხვეწოთ და ჩვენს მსმენელს მივაწოდოთ ის ახალი ჩვენი ფოლკლორის ნიმუშები, რაც აქამდე ერისიონს არ შეუსრულებია. წელს მე პირველად მონაწილეობ ერისიონის კონცერტზე. ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, რადგან ეს იყო ჩემი ბავშვობის ოცნება და ახდა და ძალიან დიდი პასუხისმგებლობას ვგრძნობ და ძალიან დიდი მადლობელი ვარ, რომ ხელმძღვანელებმა მოგცეს ამის საშუალება. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი ერისიონი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში კონცერტს 21 და 22 თებერვალს გამართავს. ღონისძიება 20 საათზე დაიწყება.
ძილის ხარისხის გასაუმჯობესებლად ახალი კვლევა ჩატარდა. მიღებული შედეგების მიხედვით სპეციალისტებმა რამდენიმე მნიშვნელოვანი რეკომენდაცია შეიმუშავეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. სპეციალისტების განმარტებით რკინა მნიშვნელოვანი ელემენტია ადამიანის ორგანიზმში. ამიტომ პირველ რიგში საჭიროა მისი მონიტორინგი. სოფლიოში ყოველი მესამე ადამიანი განიცდის რკინის დეფიციტს, რაც მნიშვნელოვნად აისახება ძილის ხარისხზე. ექიმები გვირჩევენ ამ მიმართულებით რეგულარულად გავიაროთ სამედიცინო შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში მივიღოთ მკურნალობა. გარდა ამისა, სპეციალისტები საუბრობენ ჯანსაღმკვებაზე. მეცნიერების მტკიცებით, ხილისა და ბოსტნეულის რეგულარული მოხმარება აუმჯობესებს ძილს, ხოლო ცხიმითა და შაქრით მდიდარი საკვები პირიქით ხელს უშლის. სპეციალისტების მოსაზრებით, ფიზიკური აქტივობა მნიშვნელოვანია. დღის განმავლობაში მსუბუქი ვარჯიში არა მხოლოდ ზოგად ჯანმრთელობაზე ახდენს დადებით გავლენას, არამედ უკეთეს ძილსაც უზრუნველყოფს. ექიმები ამბობენ, რომ საღამოს ვარჯიშიც კი არაფერ ხებს ძილიანობას. რეკომენდაციებს შორის არის ალკოჰოლისა და თამბაქოს შემცირება. სპეციალისტების განმარტებით მოწევა აფერხებს, ხოლო ალკოჰოლის საბოლოოდ ამცირებს ძილის ხარისხს. მათი თქმით, ასევე მნიშვნელოვანია ჯანსაღის საუზმე. სპეციალისტების მტკიცებით, ამ რეკომენდაციების გათვალისწინება დადებითად აისახება როგორც ძილზე, ისე ზოგად ჯანმრთელობაზე.